კვარაცხელიას ისტორიული გოლი. რატომ შეცვალა გადაწყვეტილება მამარდაშვილმა 11 მეტრიანის წინ? რას ამბობს ლუის ენრიკეს შეხვედრის შემდეგ და კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 32 ტურის გამორჩეული შეხვედრა. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე გეტყვით, რომ 70,000 გამომწერამდე სულ ცოტა დაგვრჩა. ასე რომ არ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არ. ახლა კი დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც 176 დღის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი და სარეკორდო გოლი გაიტანა. ქართველის პარი სენ-ჟერმენი ლიონს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2-3 დაამარცხა. ქართველმა კი ტოპ 5 ლიგაში მისთვის ისტორიული 33 გოლი 33 წუთზე გაიტანა და ტრამვირებული თანაგუნდელის ჰაკიმის სტილში აღნიშნა. ამ 33 გოლით კი კვარაცხელიამ ალექსანდრე იაშვილს და ლევან კობიაშვილს გადაასწრო და ევროპაში ყველაზე შედეგიანი ქართველი ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩამ ეს ყველაფერი 24 წლის ასაკში შეძლო და ამისთვის 109 შეხვედრა დასჭირდა. ლევან კობიაშვილს 32 გოლის გასატანად 351 შეხვედრა დასჭირდა. ალექსანდრე იაშვილს კი ამავე რაოდენობის 32 გოლის გასატანად 198 შეხვედრა იყო. რაც შეეხება ლიონთან შეხვედრას, საკმაოდ დაძაბულ მატჩში ქართველმა საწყისი 75 წუთი ითამაშა და ტრადიციულად აქტიური იყო და ერთ-ერთი მაღალი შეფასებას დაიმსახურა. 95 წუთზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი მედიას პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ესაუბრა. ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისინი, ვინც გოლს იტანს. სწორი მენტალური მდგომარეობა, ეს სიტყვა მომწონს. შეხვედრის მოსაგებად სწორი და ზუსტი მენტალიტეტი გამოვავლინეთ. რთული თამაში იყო, გოლი გავიტანეთ, შემდეგ ლიონმა გაათანაბრა და ასე შემდეგ. 2-2-ზე რთული პერიოდი ჰქონდა და თამაშს ვერ ვაკონტროლებდით. ამის მიუხედავად მაინც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და პირველობა დავიბრუნეთ. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი რთულად მიდის, შეხვედრები უნდა მოვიგოთ. მეორე გოლის დროს შეცდომა არ ამეკარემ, არამედ დაცვის ხაზმა დაუშვა. თუ ბურთზე პრესინგით ადიხარ, ხაზიც უნდა აწიო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშეს უნდა დაედევნო. ეს ინდივიდუალური შეცდომებია, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. როგორც ვთქვი, ჩემთვის ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია და იმედია მოთამაშეთა უმეტესობას დავიბრუნებ და ნორმალური სეზონის ჩატარებას შევძლებ. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი 27 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე ლე ავრის წინააღმდეგ გამართავს. ახლა კი ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ლივერპული მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდა და 3-0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საწყის წუთებში მამარდაშვილის უხეში თამაშის გამო ლივერპულის კარში 11 მეტრიანი დაინიშნა. თუმცა ქართველმა თავისივე დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ერლინგ ჰოლანდის 11 მეტრიანი მოიგერია. ამ მოგერიების შემდეგ კი მამარდაშვილი არის ერთადერთი მეკარე, რომელმაც 2023-24 წლების სეზონის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტი, ანუ 6 მეტრიანი მოიგერია ტოპ 5 ლიგაში. სამწუხაროა ის, რომ ქართველმა ამ შეხვედრაში 3 გოლი გაუშვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სამივე შემთხვევაში უძლური იყო. 11 მეტრიანის გარდა ქართველის ანგარიშზეა 2 სეივიც. ამ შეხვედრაში აღსანიშნავი იყო კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ლივერპული 1 ბურთით მარცხდებოდა, ვირჯილ ვან დაიკმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა გოლი არ ჩაუთვალეს. ამ ეპიზოდზე, მოგერიებულ 11 მეტრიანზე და ალისონის დაბრუნებაზე შეხვედრის შემდეგ ქართველმა მეკარემ ისაუბრა. კომენტარი გააკეთა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, რომელმაც საჯები გააკრიტიკა. თავიდან მეგონა, რომ ჰალანდი მარჯვენა მხარეს დაარტყამდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შევცვალე. არ ვიცი რატომ, უბრალოდ ასე ვიგრძენი. ძიმე მარცხია, აქ თამაში ძნელია, ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იყო. ხარისხიანი თამაში იყო, მაგრამ წავაგეთ. უნდა გავაგზავნოთ მუშაობა, რადგან სეზონი გრძელია და ბევრი თამაშია დარჩენილი. ასტონ ვილასა და რეალთან მშრალი ანგარიშებით მოვიგეთ. კარგად ვითამაშეთ. დღეს წავაგეთ. თუმცა როგორც ვთქვი, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. გოლი განმეორებით არ მინახავს, მაგრამ რაც დავინახე, არ მგონია თამაშგარე ყოფილიყო. რაც შეეხება ალისონს, იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ და ყოველდღე ვივარჯიშებ. თუ ვითამაშებ, თუ არა და ვივარჯიშებ და მუშაობას გავაგრძელებ. საჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. რობერტსონი დონარუმას საერთოდ არ უშლიდა ხელს. ზუსტად იგივე მსაჯმა, იგივე მომენტის შემდეგ სიტის გასულ სეზონში ვულფსთან გოლი ჩაუთვალა. თუმცა სიტისთან სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია. დღეს არც ერთ მომენტში არ ვფიქრობდი, რომ ჩვენი თამაში იყო. ჩვენ განვითარება გვჭირდება. ამის გასაგებად ეს შეხვედრა არ მჭირდებოდა. უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ამ კვირაში ბევრი პოზიტიური რამ მოხდა, რასაც სანაკრებო პაუზის შემდეგ შეხვედრებში გავითვალისწინებ. ასეთ დროს ყურადღებას მხოლოდ უარყოფით რაღაცეებს აქცევ, მაგრამ ასევე ბევრი პოზიტიური რამ იყო.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ლივერპული 18 ქულით ახლა მერვე ადგილზე იმყოფება. სანაკრებო პაუზის შემდეგ კი ქართველის გუნდი ნოტინგემს დაუპირისპირდება. თუმცა ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელებული იქნება ალისონ ბეკერიც. ასე რომ დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობას ბრაზილიელი დაუბრუნდება. ბოლოს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 32 ტურის გამორჩეული შეხვედრა, სადაც ქუთაისის ტორპედომ დინამო ბათუმი 5-1 გაანადგურა. სანამ ამ შეხვედრის საუკეთესო მომენტებს გაჩვენებთ, მანამდე გეტყვით, რომ ამავე ტურში თელავი გორის დილას დაუპირისპირდა. ამ შეხვედრას დავესწარი და კომაგების აზრიც მოვისმინე თელავზე და ეროვნულ ლიგაზე. ასე რომ გირჩევთ ნახოთ ეს ვიდეოც. გუდუშაური იხსნება, რა კარგი პასი გაკეთა პაატა გუდუშაურზე, შეუძლია ანგარიშის გახსნა, პასი გააკეთა იონსენი 1-0 მატჩის მე-9 წუთზე ქუთაისის ტორპედო გადის წინ. ყილებას მიიღებს ბასილაძის პასი ფელიპე პირესი საჯარიმოში 2-0. ავტოგოლი მატჩის მე-15 წუთზე ქუთაისელთა უპირატესობა ხდება 2 ბურთიანი. პასი მატეო იტრაკი, მამუჩაშვილი დაარტყა შორი მოცილიდან. კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ეპიზოდი საკმაოდ ხისტად წავიდა კაფიანიძე და აი ხედავთ ამ მომენტს. ეს რა არის? დაარტყა იონსენმა და ცოტა დააკლა თურმანიძეს. კუთხე გამოიცნო, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა ამ ბურთის დაჭერა ბათუმელთა მეკარემ. ულუკიძე გამორბენი დარტყმა 3-1. 3-1 ხდება ანგარიში. სორიმანე შორიდან გასროლა და იონსენი დარტყა გაიტანა ძალიან მარტივად. 4-1 ბიორნ იონსენის გოლი, ჰეტ-ტრიკი დღევანდელ დაპირისპირებაში და ჰეტ-ტრიკი ბიორნ იონსენის და 15 გოლი როგორც თქვით. ანდრიჩი მარჯვნივ მამუჩაშვილი ჩააწოდა საჯარიმოში ანდრიჩის დარტყმა და არავინ უშლიდა ხელს კომლენ ანდრიჩს, მაგრამ კარგად დარტყმა ვერ მოახერხა. ლიმას პასი იონსენი მიიღო ბურთიც რომ მოძრაობა, დარტყმა და 5-1. 5-1 68 წუთზე ბიორნ იონსენმა გაიტანა. 77 წუთზე უფრო სწორად ბიორნ იონსენმა გაიტანა და კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ლიმას კარგი პასი იონსენმა მიიღო, აქ ბურთი სადაც ფეხებში აებლანდა, მაგრამ პაუზა გააკეთა და დაარტყა და გაიტანა. 5-1 ქუთაისელთა სასარგებლოდ დღევანდელ დაპირისპირებაში. ასე აი აქ მოატყუეს სორიმანე, კარგი მომენტია, პასი ხოზრევანიძე, მასაც დაუცდა ფეხი. ეხსნება პირესი, მიიღო ბურთი. კობახიძე მის წინააღმდეგ პირესი დაარტყა და გადარჩა ამ ეპიზოდში ბათუმის დინამო.